82 წლის ირაკლი ყანდარელი დიდი სამამულო ომის მონაწილეა. როგორც თავად იხსენებს, ბრძოლის ველზე იგი საკუთარი სურვილით რამდენიმე თანაკლასელთან ერთად სკოლის დამთავრებიდან მესამე დღეს წავიდა. თუმცა ომის პერიოდზე საუბრის სურვილი ნაკლებად აქვს. იგი სიამაყით მხოლოდ იმ მიღწევების შესახებ ყოფა, რაც ომის შემდგომ პერიოდს უკავშირდება. ირაკლი ყანდარელს წვლილი არაერთი მუზეუმის, მათ შორის ჩეხეთში არსებული მუზეუმების გახსნაში მიუძღვის. 73 წელს შეიქმნა ბინაში მქონდა მე მუზეუმი, დიდების მუზეუმი. მე კიდე 78 წელს უკვე გადავედი ჩვენ ახალ შენობაში და მანდა 4 წელი მანდ ვიყავი დირექტორად. 21 წელი ვიყავი ინტურისტებში. მანდა მუშაობდი. იქ მქონდა მეორე მუზეუმი მქონდა. მე ხალხთა მეგობრობის მუზეუმი. იგი ამჟამად გორში მეუღლესთან ერთად ცხოვრობს. ირაკლი ყანდარელი უკვე წელიწადზე მეტია საწოლს მიჯაჭვულ მეუღლეს მარტოულის. მისი პენსიის დიდი ნაწილი ავადმყოფი მეუღლისთვის საჭირო მედიკამენტებს ხმარდება. როგორც სოციალური დაზღვევის გორის ფილიალში აღნიშნავენ, გორსა და გორის რაიონებში სულ 300-მდე ომის ვეტერანია, რომელთა გარკვეული ნაწილი საპენსიო თანხა აქამდე 45 ლარს შეადგენდა. ახალი კანონის თანახმად კი ეს თანხა 129 ლარამდე გაიზრდება. მანამდე კი სოციალური დაზღვევის სამსახურში მათი რეგისტრაციის გავლაა საჭირო. დიდი სამამულო ომის ინვალიდებისათვის ეს არის ოფიცერთა შემადგენლობა პირველი და მეორე ჯგუფის ინვალიდები ჩვეულებრივი მონაწილეებისთვის გადაანგარიშება იყო გათვალისწინებული პენსიების მომატება მოხუცებულობის გამო მეორე ასაკით პენსიის დანიშვნის შესახებ და მინიმალური პენსიის ორმაგი ოდენობის დამატება. აღნიშნული კანონი 70 წელს გადაცილებულ იმ პირებსაც ეხებათ, რომლებმაც სამხედრო სამსახურის გავლისას ფიზიკური ტრავმა მიიღეს. მათი პენსია რეგისტრაციის გავლის შემდეგ 84 ლარი გახდება. როგორც სოციალური დაზღვევის გორის ფილიალში აღნიშნავენ, A7-მა ომის მონაწილემ რეგისტრაცია უკვე გაიარა. დარჩენილია კიდევ 200-მდე ვეტერანი. რეგისტრაციის გავლის თარიღი განსაზღვრული არ არის.